ბოლო დროს გამოქვეყნდა დოკუმენტური კადრები ყველაზე შორეული ჯუნგლებიდან, სადაც გიგანტური გველები აღმოაჩინეს. მათი ზომები იმდენად შთამბეჭდავია, რომ ნამდვილ საშინელებათა ფილმი გეგონებათ. თუ ჩვეულებრივი პითონი ირმის დაჭერას შეძლებს, ეს გიგანტები სპილოების მონადირებასაც მოახერხებენ. ახლა გაგაცნობთ მსოფლიოში ყველაზე დიდ გველებს. ჩვეულებრივი ანაკონდას საშუალო სტატისტიკური გველის სიგრძე 6 მეტრს აღწევს, რაც მას პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე გრძელ ხმელეთის არსებად აქცევს. მისი ზომა და წონა მას სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ დომინანტ მტაცებლად აქცევს და ის შავკაიმანთან და იაგუართან ერთად ყველაზე გამორჩეული მონადირეა. იაგუარებისა და პუმების გარდა, სამხრეთ ამერიკის ჯუნგლებში ასეთი აგრესიული მტაცებლები ნაკლებია, რაც ანაკონდის მსგავს რეპტილიას საშუალებას აძლევს ზომაში სწრაფად გაიზარდოს, რადგან ძალიან ბევრი საკვები აქვს. ანაკონდა არამხოლოდ უზარმაზარია ზომით, არამედ წარმოუდგენელი ძალითაც გამოირჩევა. ის უპირატესობას ანიჭებს წყლის სიახლოვეს ცხოვრებას. წარმოიდგინეთ წყალქვეშა ოპერატორის შოკი, როცა მან შემთხვევით ასეთი გიგანტის გადაღება მოახერხა. რა იქნებოდა თქვენი რეაქცია? ჩვენი ოპერატორი არამხოლოდ ნამდვილი გმირი აღმოჩნდა, არამედ თავისი საქმის პროფესიონალიც. მართალია გველის გაზომა ვერ გაბედა, მაგრამ შეძლო შთამბეჭდავი კადრების გადაღება, რაც საშუალებას გვაძლევს ამ მონსტრის სიგრძე მაინც დაახლოებით წარმოვიდგინოთ. ანაკონდა წყალში ლამაზად და დემონსტრაციულად მოძრაობს, რადგან წყალი მის წონას ანეიტრალებს და მეტ მანევრირების საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ანაკონდა საკმარისად ძლიერია, თავისი თავდასხმით პატარა ნავიც კი დაამსხვრიოს, ამის სურვილი მას იშვიათად უჩნდება. მონადირის საოცარი უნარები. ანაკონდამ მსხვერპლს შხამიანი კბილების გარეშე იჭერს, როგორც ვიცით, ის არ იყენებს შხამს ნადირობისთვის, მაგრამ მისი ძლევამოსილი ყბები და მძლავრი კბილები საკმარისია, რომ დაუმარცხებელი გახდეს. მას შემდეგ, რაც გველი მსხვერპლს დაიჭერს, თავის სხეულს მჭიდროდ შემოახავს, რაც თავის დაღწევას თითქმის შეუძლებელს ხდის. სიცოცხლისთვის საშიში შეტევა ანაკონდის მახრჩობელა სტრატეგია, ეს ისეთივე საშიშია, როგორც მისი სიგრძე და წონა. თავდაპირველად ითვლებოდა, რომ ანაკონდა მსხვერპლს გუდავდა, სუნთქვის შეზღუდვით კლავდა, მაგრამ სინამდვილეში ის მსხვერპლის სხეულს ისე აჭერს, რომ მისი შინაგანი ორგანოები ზიანდება და შინაგანი სისხლდენა იწყება, რაც უკვე ცოტა ხანში სიკვდილს იწვევს. ამაზონის აუზის ჯუნგლებში სამშენებლო სამუშაოების დროს მღვიმე ააფეთქეს, სადაც უზარმაზარი ანაკონდა იმალებოდა. გველი დაზიანდა, მაგრამ გადარჩა, რაც მშენებლებს საშუალებას აძლევდა მისი შთამბეჭდავი ზომები ახლოდან დაეფიქსირებინათ. რეკორდული ზომები დოკუმენტირებული ჩანაწერების მიხედვით დასტურდება, რომ ეს გველი საშუალოზე ორჯერ დიდი იყო, მისი სიგრძე 12 მეტრს აღწევდა. მისი სხეულის დიამეტრი იმდენად მასიური იყო, რომ მისი გადატანა მხოლოდ სპეციალური ტექნიკით მოხერხდა. აღმოჩენები კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად მრავალფეროვანია ჩვენი პლანეტის ფაუნა. თუ ოდესმე სამხრეთ ამერიკის ჯუნგლებში მოხვდებით, გირჩევთ მოერიდოთ ასეთ გიგანტურ არსებებთან ახლო კონტაქტს. მათი ყურება ეკრანიდან ბევრად უფრო უსაფრთხოა. და შენი აზრით, გიგანტური ანაკონდა როგორი მსხვერპლით იკვებება? შენი ვერსია კომენტარებში დაწერე. ანაკონდის სხეულის დიამეტრი 1 მეტრს აღწევდა, ხოლო მისი წონა დაახლოებით 4-ჯერ აღემატებოდა ჩვეულებრივი ანაკონდის წონას. ასეთი გველი, რომელიც ხარივით მძიმეა, სავარაუდოდ ამაზონის ფაუნის ყველაზე დიდ წარმომადგენლებზე ნადირობს. ჩნდება კიდევ კითხვა. კიდევ რა საშინელ არსებებს მალავს ეს ტროპიკული ტყე? ჩანაწერში ჩანს, რომ ანაკონდა უკვე ცდილობს გამოძრავებას. გრძნობები უბრუნდება და ექსკავატორს უყურებს. ის თანდათან უფრო აქტიური ხდება. ჩვენ არ ვიცით, როგორ დასრულდა ამ რეპტილიის ისტორია. იმედი ვიქონიოთ, რომ მას ჯუნგლებში მშვიდად გაუშვებენ, რათა თავის ცხოვრებას დაუბრუნდეს. და შენ რა სიზამთრე ასეთ დროს, თუ კი შენც ერთ-ერთი მშენებელი იქნებოდი და ასეთ მონსტრს გადააწყდებოდი. გაუშვებდი თუ დაასრულებდი საქმეს? გაგვიზიარე შენი აზრი კომენტარებში. მსოფლიო გველების ჩემპიონი. მიუხედავად გიგანტური ანაკონდების შთამბეჭდავი სიგრძისა, ოფიციალურად დადასტურებულად მსოფლიოში ყველაზე გრძელი გველის ტიტულს ბადისებრი პითონი ინარჩუნებს, რომლის სიგრძეც 10 მეტრს აღწევს, რაც საკმარისია, რომ პატარა ქუჩა გადაკეტოს. ბადისებრი პითონები ძირითადად აზიაში ბინადრობენ. ეს არის ბანგლადეში, ინდოეთი, ტაილანდი, ლაოსი, კამბოჯა, ვიეტნამი, მალაიზია, ინდონეზია და ფილიპინები. მათი ფართო საცხოვრებელი გასაკვირი არ არის, რადგან ველურ ბუნებაში ისინი პრაქტიკულად უვნებლები არიან. მიუხედავად გარეგნული თვისებებისა, პითონები და ანაკონდები განსხვავებულ ოჯახებს მიეკუთვნებიან. პითონის თავზე განსხვავებული ძვლებია, რაც მის სახეს უფრო გაბრაზებულ გამომეტყველებას აძლევს, მაშინ როცა ანაკონდას სახე უფრო შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერ ემოციას მოკლებულია. მიუხედავად ამისა, ორივე გველი შთამბეჭდავი და შემაშფოთებელია. რომელი გველი უფრო საშიშად გეჩვენება პირადად შენ, ან რომელი უფრო ლამაზია?
ესეც შეგვიძლია გამიზიარო კომენტარებში. ბადისებრი პითონის მონადირე სტრატეგია ძალიან განსხვავდება. ბადისებრი პითონი ხშირად ირჩევს მსხვერპლს, რომელიც საკუთარი სხეულის ზომას რამდენჯერმეც კი აღემატება. მაგალითად, დაფიქსირებულა შემთხვევები, როდესაც პითონმა 60 კილოგრამზე მძიმე ირემი დაიჭირა და შეჭამა. ამისათვის წარმოუდგენელი ძალა სჭირდება, რომ მსხვერპლი დაიჭიროს, შეაჩეროს და საბოლოოდ მოკლას. ხშირად ბადისებრი პითონები ადამიანთა დასახლებებშიც იპარებიან და ზოგჯერ დიდი ზომის ძაღლებს იტაცებენ. ისინი შესანიშნავი მცოცავები არიან, მაგრამ უმეტეს დროს უმოძრაოდ ატარებენ, წყალთან ახლოს. არსებობს ცნობები, რომ ბადისებრი პითონები ზოგჯერ ღია ზღვაშიც ჩადიან. ისე თქვენ როგორ ფიქრობთ? შესაძლებელია, რომ ბადისებრმა პითონმა ზღვის რომელიმე მონსტრზე ინადიროს. შესაძლოა ეს მხოლოდ და მხოლოდ თეორიაა, მაგრამ ნამდვილად საინტერესო მოსაზრებაა. პითონის უზარმაზარი ზომა უშუალოდ მის ნადირობის სტრატეგიასთან არის დაკავშირებული. ის მსხვერპლს იჭერს და თავის რგოლებში ახვევს. პითონის მიზანია მსხვერპლს თავი შეუზღუდოს და საბოლოოდ მის ტორსზე მოახდინოს ზეწოლა. სუნთქვის პროცესში პითონი განსაკუთრებით ყურადღებით აკვირდება მსხვერპლს. როგორც კი ის ჰაერს ამოუშვებს ფილტვებიდან, გველი წნეხს კიდევ უფრო აძლიერებს. შედეგად ყოველი ამოსუნთქვის შემდეგ მსხვერპლის ფილტვებში ჰაერის რაოდენობა იკლებს, რაც ძალის დაკარგვას და საბოლოოდ კუნთების მოდუნებას ახდენს. ბერმუდის პითონი და მისი გაბატონებული სტატუსი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პითონის სახეობა ბერმუდის პითონია, რომელიც ასევე წვდიადის ვეფხვის პითონის სახელით არის ცნობილი. მისი სიგრძე ოფიციალურად 5 მეტრს არ აღემატება, მაგრამ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გავრცელებული მითების თანახმად, ხელსაყრელ პირობებში ისინი ორჯერ უფრო გრძელი იზრდებიან. ზღვისპირა ტროპიკულ ტყეებში ასეთი გველი ზომების გაზომა საკმაოდ რთულია. რა თქმა უნდა, მათთან ვერ მიხვალ სპეციალური საზომით, რომ გაზომო ის სიგრძეში. პითონის მიერ ადამიანის აღქმა შეიძლება ისეთივე იყოს, როგორც ჩვენთვის ბურგერი. მისი ტანი ადამიანის ორივე თეძოზე განიერი და გრძელია. მისი უზარმაზარი პირი კი იმდენად ფართოდ იხსნება, რომ შესაძლოა თუნდაც პატარა ჰიპოპოტამის სრულად გადაყლაპოს. ახლა ვისაუბროთ შხამიან გიგანტებზე. კობრა და შავი მამბა. ეს გიგანტური შხამიანი გველების ყველაზე დიდი წარმომადგენლები არიან. კორეული კობრა და შავი მამბა. კობრა ყველაზე გრძელი შხამიანი გველია მსოფლიოში, რომლის სიგრძე წესით 4 მეტრს აღწევს. კორეული კობრას მთავარი საკვები სხვა შხამიანი გველებია. მისი მასიური სხეული და შხამის მაღალი წინააღმდეგობა საშუალებას აძლევს ადვილად დაამარცხოს შხამიანი გველები და მტაცებლურად შეჭამოს ისინი. შავი მამბა კი ყველაზე სწრაფი გველია. მას მოკლე დისტანციაზე ყველაზე მეტი სიჩქარის გაზრდა შეუძლია გველებს შორის. დაახლოებით 3-ჯერ უფრო სწრაფად გადაადგილდება, ვიდრე ზრდასრული ადამიანი. აფრიკაში გავრცელებული ხმები, რომ შავი მამბა დასაწყისში ნელა მოძრაობს და შემდეგ უკვე ცხენზე სწრაფია, არ არის დადასტურებული, მაგრამ მსგავსი ლეგენდები სრულად უსაფუძვლოდ ნამდვილად არ ჩნდება. როგორც კობრა, ასევე შავი მამბაც ხშირად ადამიანის დასახლებასთან ახლოს ჩნდება. კობრასგან განსხვავებით შავი მამბა მათი სიჩქარისა და მტრული განწყობის გამო განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა. ამასთან გველების მახასიათებლების კვლავა და მათი ზომების ზუსტი გაზომვა მუდმივად საინტერესო გამოწვევად რჩება, რადგან რთულია მიუახლოვდე ისეთ გველს და გაზომვა, როგორც შავი მამბა. შავი მამბას სიჩქარე შესაძლოა თანამედროვე მონაცემებზე ბევრად უფრო მაღალი იყოს. მოძრაობისას ის მიწას მაღლას წყდება და თითქოს ჰაერზე მისრიალებს. შავი მამბას საშუალო სიგრძე 3 მეტრია, რაც ცხენის სიგრძეს აღემატება, თუმცა არსებობს დაუდასტურებელი ცნობები, რომ ზოგიერთი ნიმუში 1.5-ჯერ უფრო გრძელია. ეს გველი ნადირობს მღრღნელებზე და პატარა ძუძუმწოვრებზე. შავი მამბა მსხვერპლს ეძებს ჩასაფრებიდან შენიღბვის გზით. მას უახლოვდება და შემდეგ უკვე ძლიერ შხამს უშვებს მასში. მისი შხამი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნეიროტოქსინია ყველა შხამიან რეპტილიას შორის. კონსტრიქტორები. ესენი ეკუთვნიან ქვეწარმავლების ჯგუფს და გამოირჩევიან იმით, რომ მსხვერპლს კლავენ სხეულზე შემოხვევით და გაწურვით, ვიდრე კმენთან შხამით. კონსტრიქტორების ცნობილი სახეობებია მაგალითად ბოა და პითონი. მათი სხეული ძლიერი და მოქნილია, რაც მათ საშუალებას აძლევს ეფექტურად მოახდინონ ნადირობა და თავდაცვა. ტყვეობაში საშუალოდ ასეთი გველის სიგრძე 4.5 მეტრს აღწევს, რაც უფრო მეტია ვიდრე ველურ ბუნებაში. საინტერესოა, რომ გველებში, როგორც სხვა რეპტილიებში, მდედრები მამრებზე ბევრად უფრო დიდები არიან. შესაბამისად, ყველა გიგანტური გველი, რაც კი აღმოჩენილია, მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იყო. გიგანტური გველების ზრდის პირობები. ყველაზე დიდი გველები, როგორც წესი, ტროპიკულ ტყეებში ცხოვრობენ. მათი ზრდისთვის საჭიროა ორი ძირითადი პირობა: ხელსაყრელი კლიმატი, ანუ მაღალი ტენიანობა და ცხელი ამინდი მთელი წლის განმავლობაში და საკვების რაოდენობა. ამ პირობებში გველებს შეუძლიათ წარმოუდგენელი ზომების მიღწევა. იეროგლიფური პითონი, აფრიკული მონსტრი, რომელიც აფრიკაში ასევე კლდოვან პითონად არის ცნობილი, საშუალოდ 5 მეტრს აღწევს და 60 კილოგრამამდეა. თუმცა დაფიქსირებულა ნიმუში, რომელიც 6 მეტრის იყო სიგრძეში და 120 კილოგრამს აღწევდა. ამ გველს შეუძლია ნადირობა ახალგაზრდა ზებრაზე, ანტილოპებზე და ნიანგის ნაშიერებზე.
ყველა ცხოველში, მათ შორის გველებში, ერთი და იმავე სახეობის წარმომადგენლებს შორის ზომების დიდი განსხვავებაა. მაგალითად, იეროგლიფური პითონის სიგრძე და წონა შეიძლება საშუალო მაჩვენებელზე 1.5-ჯერ მეტი იყოს, რაც ნორმალური მოვლენაა. ისევე როგორც ყველაზე დიდი ლომები, რომელთა წონაც შეიძლება მე-4 ტონა იყოს, გველების თავიანთი ზომებით ბუნების ყველაზე შთამბეჭდავი წარმომადგენლები არიან. გველები გიგანტები შეიძლება 2-ჯერ ან 3-ჯერ აღემატებოდნენ თავის ოჯახის ჩვეულებრივ წარმომადგენლებს. რატომ ხდება ასეთი რამ? რატომ არის უზარმაზარი განსხვავება მათ შორის? გველები მიუხედავად მათი ძალისა და სიგრძისა, მაინც შედარებით მსუბუქი არსებები არიან. პირველ რიგში აშკარაა, რომ გველებს არ აქვთ კიდურები. გარდა ამისა, მათი სხეულის ფორმა განსაკუთრებულია. კისრის, ტორსისა და კუდის შორის პრაქტიკულად არ არის შესამჩნევი გადასვლა. მათი სხეული ჩვეულებრივად გაჭიმულია და არა ისე როგორც მაგალითად მღრღნელების ან სხვა ძუძუმწოვრების სხეული. ეს კი მნიშვნელოვანია მათი გადაადგილებისთვის, როდესაც ისინი დასრიალობენ ზედაპირზე. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ დიდი გველი ბევრად უფრო გრძელია, ის ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე მსგავსი ზომის სხვა ძუძუმწოვარი იქნებოდა. მაგალითად, დიდი თეთრი დათვი ან გრიზლი, რომლის სხეულის სიგრძე დაახლოებით 2.5 მეტრს აღწევს, უკვე 9 ტონაზე მეტ სიწონის. გველის მეტაბოლიზმი და მისი განუმეორებელი ზრდა. რაც შეეხება მეორე მიზეზს, რატომ შეუძლია გველს ასეთი გაზრდა ბუნებრივ პირობებში. ეს არის მათში არსებული განსხვავებული მეტაბოლიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს გველებს ამხელა ზომებს მიაღწიონ. მათი მეტაბოლიზმი გაცილებით უფრო ნელა მიმდინარეობს. მაგალითად, ანაკონდას შეუძლია რამდენიმე თვის განმავლობაში იკვებოს იმ საკვებით, რაც ერთი თვის წინ შეჭამა. მისი ორგანიზმი ამას ნელა ითვისებს. ხოლო ძუძუმწოვრები ხშირად შიმშილობენ, რადგან მათთვის საკვების გარეშე რამდენიმე დღე მძიმე პრობლემას წარმოადგენს. სწორედ ეს ფაქტორი ზრდის გველის ზომას, რადგან მათთვის პაუზა გაცილებით უფრო უწყინარია. ერთ-ერთი შოკის მომგვრელი შემთხვევა მოხდა 1959 წელს, როდესაც ბელგიის სამხედრო საჰაერო ძალების პილოტმა, პოლკოვნიკმა რემი ვან ლიერდემ კონგოსა და მის ახლო ტერიტორიაზე ველურ ბუნებაში უზარმაზარი გველი შენიშნა. პილოტმა გადაიღო ფოტოები, რომელიც შემდეგ დადასტურდა როგორც ნამდვილები. მთელი ამ ისტორიის მიხედვით ეს გველი უფრო დიდი იყო ვიდრე სხვა ნებისმიერი, რაც კი ამ რეპტილიაზე არის ცნობილი. მისი სიგრძე 15 მეტრი იყო, ხოლო მისი თავი დაახლოებით 70 სანტიმეტრის. პოლკოვნიკის თქმით, გველისთვის საინტერესო იყო ვერტმფრენის ხმები, რის შემდეგაც მან თავი მაღლა ასწია და თითქოს დაინტერესდა რა ხდებოდა. გიგანტური პითონი, პოლკოვნიკის მიერ აღწერილი გველი სავარაუდოდ იყო აფრიკული კლდის პითონი, რომელიც მსოფლიო გველების ხუთეულში შედის. გასაკვირი არაა, რომ ამ სახეობის გველს ასეთი გიგანტური წარმომადგენლები შეიძლება ჰყავდეს, მაგრამ თავად ჩვეულებრივი კლდის პითონის შთამბეჭდავია. გველის სხეულის სიგრძე, ფორმის პროპორციები და მისი თვალსაჩინო გამოჩენა უფრო მეტრ-ამეს უსვამს ხაზს, რომ ის ნამდვილად გიგანტი გველი იყო, რომლის დიამეტრიც ბევრ მსხვილ ხის ძირს აღემატებოდა. მთლიანობაში კი ჩვენი ვიდეო მიუახლოვდა დასასრულს. გმადლობ, რომ თავიდან ბოლომდე უყურე. გამოიწერე არხი და ალაიქე ეს ვიდეო და არ გამოტოვო სიახლე ჩვენს არხზე. მე შემდეგ ვიდეომდე გამშვიდობებით. დროებით.